გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ საღამოა თავის დაბანის შაბის მიღების და ღამის რუტინის დრო. და ვიფიქრე რატომაც არ გიჩვენოთ, მოკლედ ჩემი საღამოს ღამის რუტინა კანის და თმის მოვლის. აქ ვიგეთქვით, რომ ყველაფერი რასაც ამ ვიდეოში ნახავთ, იქნება კორეული წარმოების, იმიტომ რომ დიდი ხანია მე უკვე რაც ვიყენებ კორეული წარმოების სახის მოვლის, თმის მოვლის, ტანის მოვლის საშუალებებს, აღარ ვიყენებ დასავლურს არაფერს. ორადორი ბრენდი არსებობს დასავლური პროდუქციიდან წარმოებიდან, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვიყენებ და გამოვიყენებ მომავალში. ერთი გახლავთ ბიოლოგიკური შარჟი და მეორე გახლავთ ლა როშ პოსე, მაგრამ ლა როშ პოსე ალბათ მილიარდში ერთი შემთხვევა იქნება, ხოლო ბიოლოჟიკი ძალიან მიიღო. არის არაფრით ჩამოვარდება კორეულებს. აუცილებელია მეგობრებო სახის გამწმენდი ზეთი ან მალამო, რომელიც ჩამორეცხავს როგორც მაკიაჟს, ასევე მზისდამცავს. შრალ სახეზე, ანუ ჩვეულებრივად დღის განმავლობაში მაკიაჟი თუ რასაც ატარებთ ჩვეულებრივ შრალ სახეზე, ყოველგვარი დასველების, დანოტიების და რაღაცის გარეშე პირდაპირ ჯერ დამაქვს ზეთი. ნუ ზოგადად მე კი არ ვაკეთებ ასე არის წარმოებაში მითითებული, ყველა ასე აკეთებს ამას. თუმცა სანამ ამ კონკრეტულ ზეთს დავიტან და ჩამოვირიცხავ დღეს, მინდა გითხრათ, რომ არსებობს ესე მალამოების სახით. მე გამოვიყენებ ამას წინათ პიუნგან იულის, ესე იგი იგივე ქმედების მატარებელი, იგივე ფუნქციის მატარებელი პროდუქცია, თუმცა ეს იყო უკვე უფრო სოლიდური სახის. ეხლა უკვე ამოვწურე, ამოვრიცხე რაღაცა და ვიყენებ აი ასეთი ბამბის დისკების ჩასადებად, როცა ძალიან მალე მჭირდება, აგერ თაროზე მაქვს ხოლმე. ყუთი კარგია, მაგრამ ზოგადად მე გადავედი უფრო თხევადი სახის ზეთებზე და რას ვაკეთებ, მოკლედ ნუ მაქსიმუმ 3 პომპს და ასე ბატონო ჩემო გადამაქვს პირდაპირ კანზე და ვცდილობ რომ მაქსიმალურად ჩამოვრეცხო ყველაფერი. ნუ ამას რა თქმა უნდა ვაკეთებ შხაპის მიღებამდე, სანამ თმის დასაბანად შევალ უკვე აბაზანაში, იმიტომ რომ პირველი აუცილებლად უნდა ჩამოირეცხოს მაკიაჟი, მზისდამცავი საშუალებები, რადგან შემდეგ როგორც კი უკვე კანი დასველდება, ეს ყველაფერი ძალიან რთული ჩამოსარეცხა და ზეთი აღარ მუშაობს უკვე ისე როგორც მუშაობს ის და სხვათა შორის, რადგან მე დეკოლტეზე გადამაქვს როგორც მზისდამცავი, ასევე ყველაფერი, რასაც სახეზე ვისვამ კანზე, ანუ კისერზე ჩამომაქვს, შესაბამისად ზეთსაც ვისვამ კისერზე, რომ ის მზისდამცავი საშუალება, რაც კისერს მქონდა დატანილი, იგი ჩამოირიცხოს. ეხლა მე როგორც ვამჩნევ, 3 პომპი აღარ იყო ჩემთვის საკმარისი და მეოთხეს დავამატებ აგერ რომ თვალის ის რაღაც ტუში რაც მესვა დღეს მეტი სხვა არაფერი არ მესვა. დღეს ვიყავი აი ასეთი შიშველი სახით და პომადის მარტო მოკლედ აი ასე ტუშსაც ჩამოვირიცხავ. ნუ როგორც გვასწავლიან, ზოგადად არ არის მიზანშეწონილი ასე მოჯლაჯუნება წამწამების. ზოგადად კარგია რომ ასეთი მსგავსი ხელის მოძრაობით ზემოდან ქვემოთ ჩამოვრეცხოთ ჩვენი წამწამები, თუმცა ნუ მე რადგან კონსილერს ვისვამ თვალის ირგვლივ ზოგადად და ასევე მზისდამცავსაც, ასე მიყვარს ხოლმე წრიული ესე ვთქვათ მოძრაობით ზეთის გადატარება. ეს ზეთი, ნუ ზოგადად ზეთი ყველა არ არის ერთი და იგივე ხარისხი. ზოგი არის ზეთი, რომელიც ძალიან სქელია, თვალში შეგდის და გიბრურავს თვალს, ზოგი წვავს, ზოგს ნუ სენსიტიური ვისაც აქვს ყველას, მაგრამ კონკრეტულად ამ ზეთთან მე არ მაქვს არანაირი პრობლემა. ეხლა რა ხდება? მოკლედ შევიზილე ზეთი კანზე, კარგად გადავიტარე რამოდენიმე ჯერ ითითები და კი ხედავთ, ანუ ჩამოიტანა ყველაფერი, მაგრამ ამისათვის არ თავდება ზეთის ამბავი. ეხლა დავისველებ სახეს, იმიტომ რომ შემდეგ ანუ ხდება ემულსირება აი ამ ზეთის წყალთან. ყველაფერს მოკლედ აი ასეც წყალი გადამაქვს უკვე ზეთზე და ზეთი ხდება ემულსირებული, ქაფდება, ღებულობს რაღაც რძიან კონსისტენცია. ამ ეტაპისთვის 2 დასაბანი ქაფი მაქვს, ერთი მიდევს აბაზანაში შხაპთან და მეორე აქ ხელის დასაბანა ნუ სარკესთან.
ძალიან მომწონს მანიო, მეგობრებო, მანიოს კაფები უკვე მე რამდენი მაქვს დაწლილი ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ბანილაკოს Clean Zero ეხა პირველად შევიძინე და გამოვცადე. ზოგადად რა ხდება, როდესაც თავს არ ვიბან, აი და მაქვს ძალიან ცოტა ოდენობის კაფი, ძალიან ისეთი არის ნაზი, არაშრობს, არ მიშრობს კანს, კაფდება საოცრად და სენსაცია არის, აი როგორ გითხრათ, თითქოს კაფი კი არ დაგაქვს სახეზე, არამედ რაღაცა ძალიან დამატენიანებელი სახის კრემი დაგაქვს სახეზე, რითაც ნუ რა თქმა უნდა სახეს ვიბან ჩვეულებრივად ეს აუცილებელი ეტაპია ჩემთვის, იმიტომ რომ ზეთი წყლით, მხოლოდ წყლით არ ჩამოირიცხება საკმარისად, ის რაღაცა სახის ნადებს ტოვებს კანზე, შესაბამისად ახლა ნუ არ ჩავალ მთლიანად დეკოდაზე, იმიტომ რომ შხაპი უნდა მივიღო, თვა უნდა დავიბანო, მაგრამ ნუ გიჩვენებთ რა ის აქვს, ასევე ეს კაფი არანაირად არ მიწვევს თვალებს, მეგობრებო, მე ისეთი სენსიტიური თვალები მაქვს, ვერ წარმოიდგენთ. მანიო უფრო იმაშუება, ეგრევე მივარდება თვალებში, მწვავს და იზიანებს, მაგრამ აი Vanilla & Co გიხედავთ, დავიტანი ყველგან და საერთოდ აი რეაქცია არ მაქვს თვალზე, არ მეშინია, არ მწვავს. სახეს არ ვიშრობს, მაგრად, ანუ ძალიან ეფექტურად აშორებს მაკიაჟს, მტერს, ზეთს, რითაც ახლა დავიბანე, ხო? სახე და ანუ როგორც კი გავიშრობ, ამის მერე არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ სასწრაფოდ უნდა დავიტენიანო სახე მოკლედ. შემდეგი ეტაპი ზოგადად, ნუ კვირაში მინიმუმ ორჯერ მაინც ვცდილობ, რომ სახეზე ნიღაბი დავიტანო. ნიღაბი მაქვს როგორც სოლიდური კრემოვანი სახის, ასევე სახის, ასე ვთქვათ, ნაჭრების ნიღაბი, ამას შემდეგ გიჩვენებთ უკვე ალბათ უფრო დილის რუტინაში. ნუ ძალიან ბევრნაირი ისა მაქვს მეგობრებო ვარიანტები, ეს ორი გახლავთ კორეული ნიღბები I am from-ისგან, ეს გახლავთ ჭარხლის ნიღაბი, ხოლო ეს არის თაფლის ნიღაბი, მაგრამ ასევე აქვე მიდევს ტალახის ნიღაბი, რომელიც ისრაელში მაქვს ნაყიდი. ნუ ვცდილობ რომ ბევრი ვარიაცია გავუკეთო სახეს. ეხლა გამოვიყენებ ჭარხლის ნიღაბს, ზოგადად ამ ეტაპისთვის ნორმალურ, ანუ ჩვეულებრივ შემთხვევაში შევალ და თმას ვიბან და როდესაც გამოვდივარ უკვე დაბანილი თმით მერე დამაქვს ნიღაბი, მაგრამ მოდით ახლა ამას ამ ეტაპზე გიჩვენებთ. აი ასეთი არის თუ ჩანს, მაგრამ მსგავსი სახის ვარდისფერი კონსისტენცია აქ ნიღავს. სხვათა შორის ნახეთ, ახლა მე დავიბანე და სახეზე არაფერი არ წამისვია არაფერი, მაგრამ სახე ისედაც თავის კანი, ეს არის მისი ბუნებრივი პრიალება, არ მაქვს არანაირი გამოშრობის ეფექტი და არ მაქვს იმის სურვილი, რომ სასწრაფოდ დავიტენიანო კანი რამით, ანუ საკმაოდ კომფორტულად გრძნობ თავს დაბანიდან, ნუ შემდეგი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ამ სახის ნიღაბს ზოგადად თითებით მიყვარს ხოლმე ნიღბის წასმა, არის სპეციალური სპაჩულები, მაგრამ ზოგადად მე მაინც თითით მიყვარს ნიღბის დატანა სახეზე. ეს ნიღაბი მოკლედ არის გამწმენდი, სახის ფორებს წმენს, კანს აძლევს, ასე ვთქვათ, საკმარის დატენიანებას და ზოგადად ყველა ნიღაბს თავისი ფუნქცია აქვს, მაგრამ აი კონკრეტული ეს ნიღაბი არის უფრო გამწმენდი, დამატენიანებელი სახის. ეხლა შეიძლება ვიღაცა მითხრას, რომ ანუ პირდაპირ დაბანელ კანზე ხომ არ გამოგიშრობს და რაღაცა, ნუ თუ ძალიან ისეთი მძიმე, ასეთ შემთხვევაში აი ამ ნიღაბს არ გამოვიყენებთ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის თიხის ნიღაბი, თიხა ძალიან აშრობს კანს, განსაკუთრებით ჩემს სახის კანს, იმიტომ რომ მე ძალიან ისეთი სენსიტიური კომბინირებული მშრალი ტიპის კანი მაქვს და არ იმას შვები ხოლმე მშრალ ტანზე, ანუ იმ ნიღაბს როცა ვიყენებ, ჯერ დავიბან, რა თქმა უნდა, შემდეგ დავიტან სახეზე ტონერს და ტონერის მერე ვისვამ ხოლმე მაგ ნიღაბს და მერე ვირეცხავ და ისევ ტონერს უბრუნდები, სანამ სერუმებზე და კრემებზე გადავალ. აი ამ კონკრეტულ სახის ნიღაბს ახლა რასაც გიჩვენებთ, ხო? დავიტოვებ სახეზე დაახლოებით სადღაც 10 წუთი.
აუცილებლად ცხვირის კუთხეებში შევალ, იმიტომ რომ იქ გროვდება ყველა სახის ჭუჭყი, მტვერი, კანის ასე ვთქვათ ცხიმი და ასე შემდეგ. ამ სახის ნიღაბს მე არ ვიყენებ დეკოლტეზე და კისერზე, ძირითადად დეკოლტეზე და კისერზე ვიყენებ უკვე ნაჭრის სახის ნიღბებს, რომლებსაც თავისი ესენცია და სერუმი აქვს, მაგრამ ასეთებს არა. მოკლედ, ეხლა მე დაველოდები ამ ნიღაბს 10 წუთი, 10 წუთის შემდეგ შევალ უკვე ბაზანაში დავიბან თმას და თან სანამ შევალ მოკლედ თმის დასაბანად გიჩვენებთ რა პროდუქციას გამ. ძალიან შემიყვარდა ახალი ჩვენი ასე ვთქვათ COSRX-ის პეპტიდის 1-3 შამპუნი, ეს გახლავთ Olaplex-ის თუ კოპია არა ძალიან მიახლოებული ვერსია, ძალიან მაგარია. აი საოცრად მაგარია, მეგობრებო, მე მაქვს ძალიან ისეთი სქელი, მუდამ შეღებილი, ძალიან ისეთი თმა მაქვს, უხეში თმა მაქვს, რომელსაც სჭირდება სერიოზული დანოტივება, სერიოზული მოვლა და ასე შემდეგ. მით უმეტეს მალტის ჰაერი და წყალი აქ საშინელებაა და კიდევ უფრო აღიზიანებს ჩემი თმის ფოლიკულებს, შესაბამისად მე მჭირდება ძალიან პრემიალური ხარისხის მოვლა თმის, რომ ის იყოს მეტნაკლებად პრეზენტაბელური. ამ შამპუნმა მოკლედ მოახდინა, ასე ვთქვათ, ეს არის რაღაცა ყვითელი ფერის, არც კი ვიცი თუ ჩანს, მაგრამ ძალიან ისეთი კომფორტული შამპუნია, არ მიშრობს თმის ძირებს, არ აშრობს თმას და ამით დაბანის მერე მაქვს აი დასწორებულის ეფექტი თითქოს ჩამოვივარცხნე თმა რაღაცა ცხელით. ეს არის უკვე შამპუნი Kigoldi, რომელიც ახლახან შევიძინე, მესამედ ვიბან დღეს ამით თმას, ეს უკვე არის სადღაც ძალიან 50% თუ არა, სადღაც 50%-ზე მეტი მისი შემადგენლობა არის მცენარეულ ნაყენებზე დამზადებული, სანამ ისეთი კარგი შამპუნია, არის 500 მგ და ძალიან იაფიღირდა კონსისტენცია, არ ვიცი, თუ შეიძლება რომ გიჩვენოთ, თუ გამოჩნდება ხა აი ასეთი სახის კონსისტენცია აქვს, ძალიან ისეთი და ძალიან მცენარეული არომატი აქვს, აი მცენარეები, რაღაც სასახის ნაყენი, რაღაც ჩაი და ამავე დროს შემდეგ უკვე ეს შამპუნისებური სუნის დორის ნიღაბი კი ჩანს უკვე. ეს არის 360 მგ და ყვანილი მაქვს უკვე აი ბოლოებამდე. არაჩვეულებრივი არომატი აქვს. მერთო, აი ასეთი სუნა მომინდა. ეს არის რაღაცა გრილი, მწვანე გრილი, ეს აქვს ამას არომატი. თუმცა გამაგრილებელი ეფექტი ამას ძირებზე არ აქვს და სასწაული, აი არაჩვეულებრივი დამატენიანებელი, დამარბილებელი, ბზინვარების მიმცემი ეფექტი აქვს თმაზე. ხოლო რაც შეეხება მეორეს, რასაც ახლა მე ვიყენებ, არის ელიზავეკას, ეს არის უკვე კონდიციონერი ჩვეულებრივი, მაგრამ ძალიან ისეთი ეფექტურია ესეც, ასეთი ის აქვს, აი არც კი, ნახევარზე მეტი უკვე გამოყენებული მაქვს, არ ვიცი თუ ჩანს, მაგრამ ასეთი კრემოვანი მასაა და არომატი დიდად მაინც და მაინც არ აქვს. ამისი მოცულობა არის 500 მგ-ია, მოკლედ ძალიან ესე ძალიან ესე ვთქვათ, მირბილებს თმას, ხდის ბზინვარეს, მარტივად ვარცხნაც და ასე შემდეგ. ესეც გახლავთ ლადორი, იგივე ბრენდი, რაც აი ეს თმის ნიღაბია, ძალიან ისეთი რბილი, სილიკონისებური ჩოთკი, რომელსაც ვიყენებ დაბანის დროს, იმისათვის, რომ კარგად იმას უნდა გავრეცხო ფაქტიურად კანი თავის და ამავე დროს ხანდახან მშრალზე ვიყენებ როგორც მასაჟორი, მაგრამ დღეს გამოვიყენებ აუცილებლად, რომ გავაკეთო სკრაბირება ძალიან ნაზად, აი ასეთი წრიული, აი მსგავსი სახის მოძრაობით, რომ თმა კარგად დავბანო. მოკლედ ჩამოვიბან მე ახლა აი ამ ნიღაბს, წავალ დავიბან თმას და დაგიბრუნდები და გიჩვენებთ უკვე შემდეგ რას ვეყენებ. გამოვედი მოკლედ შხაპიდან და პირველი რასაც გამოვიყენებ არის დალბას ტონერი, სითხე, რომელსაც აქვს აი ასეთი ზეთოვანი ნადები ფენა და გვეუბნებიან რომ ეს არის თეთრი ტრიუფელის ესენციისგან დამზადებული სახის ტონერი, აუცილებლად ჭირდება შენ ჟღერება რომ ტონერი და ესენცია, ზეთოვანი ესენცია ერთმანეთს შეერიოს. მოკლედ
კანზე არ მაქვს არაფერი მეგობრებო, კიდევ ერთხელ დავიბანი ქაფით, იმიტომ რომ თმის საშუალებები ჩამოვირიცხე მოკლედ სახიდან და ეხა უკვე ნამდვილად გრძნობ, რომ რაღაცა მჭირდება სასწრაფოდ. მოკლედ ასე ვურევ ერთმანეთში აი ამ ტონერს და ესენციას და შემდეგ ასე დამაქვს ხელზე არანაირი ისინი არ ჭირდება დისკები, პირდაპირ დამაქვს ხელზე და აი ასეთი მიწეპებული, მიტყაპებული იმით რა ქვია, ხელის მოძრაობით დამაქვს კანზე აუცილებლად კისერზე. ნუ ახლა დეკოლტეს ამ ვიდეოში არ იმას ვიზამ, მაგრამ ზოგადად აუცილებლად ჩავდივარ ხოლმე დეკოლტეს ნაწილში, აუცილებლად მხრები, ბოლოს უკვე რაც მომრჩება მე გადამნო ტანზე თავის საშუალებებს ვიყენებ, ტანის ლოსიონს და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ზოგადად ის რაც სახეზე დამაქვს, ჩამოდის აუცილებლად აი ამ ნაწილის ჩათვლით. ზოგადად მიყვარს ხოლმე ასეთი მიწეპებული სახის ფორმით დატანა, მაგრამ დილით უტყაპუნებ ხოლმე სახეს, აუცილებლად, ნუ მე სახის მასაჟებსაც ვიკეთებ გუაშით, ამ ვიდეოში ახლა არ იმას ვიზამ, არ გავაკეთებ დემონსტრაციას, მაგრამ ეს არის უბრალოდ სახის მომვლის საშუალებების რუტინა, მაგრამ ზოგადად აუცილებლად გუაშით მაშვები მუშაობს სახის კუნთებზე და კანზე. შემდეგ როდესაც უკვე ხვდები რომ ტონერი და ერთი რამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხაზი გაუსვა არის ის რომ თუ მე ქაფით და ვანილი ანუ მშრალი სახის კანზე დავიტან პირდაპირ სერუმს ვგრძნობ რამდენად ესე იგი სხვანაირად ღებულობს კანი და რა სხვანაირი რეაქცია აქვს ვიდრე მაშინ როდესაც სახეზე ჯერ წინა ეტაპი მაქვს ტონერის სახით დატანილია, ამიტომ ტონერი ეს არ არის ერთადერთი ტონერი, რასაც მე ვიყენებ, მაგრამ არც ნუ ის პროდუქცია, რასაც გიჩვენებთ, არ არის ის ერთადერთი პროდუქცია, რასაც მე ვიყენებ. დილით სხვა პროდუქციას ვიყენებ, საღამოს სხვას, ასევე საღამოს ძირითადად კვირაში 3-4 ჯერ ვიყენებ ფორების შემავიწროებელ სერუმს, მაგრამ ამას ალბათ უკვე სხვა ვიდეოში გიჩვენებთ, მაგრამ დღეს მოკლედ შევჯერდები აი ამ კონკრეტული პროდუქციებით, შემდეგ უკვე დატენიანებულ სახის კანზე დამაქვს უკვე აბიბის სახის სერუმი მეგობრებო, ეს არის ჯერიჩოს ვარდის ბიფიდა სერუმი, რომელიც არის ძალიან მაგარი ანტი დაბერების საშუალება, ძალიან ისეთი ის არის, რა ქვია, ნუ სავსე იყო ეს ბოთლი აქამდე მაქვს ჯერ გამოყენებული და ისევ გეტყვით რომ არ იშვიათად ვუბრუნდები ხოლმე სერუმებს. აი ძალიან ეხლა ვარ აღმოჩენის და ასე ვთქვათ ბრენდებს შორის მოგზაურობის ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩემი ფავორიტები უკვე ნაპოვნი მაქვს და იმ ფავორიტებს ყოველთვის ვუბრუნდები ხოლმე, მაგრამ ეხლა აი ესეთი ანტი-ეიჯ კომპონენტებზე ვარ ძალიან ისეთი გადართული, მოკლედ ეს ძალიან ისეთი სერუმია, რძისებური და დამოქვს სახეზე ჩვეულებრივად არტოებს არანაირ ასე ვთქვათ ზეთოვან, ძიმე, რაღაცნაირ ფენას, შემაწუხებელს და ასე შემდეგ ძალიან კომფორტულია. დილითაც ვიყენებ ამას ხანდახან, დილით სხვა სერუმებს და სხვა საშუალებებს ვიყენებ, მაგრამ ხანდახან მაშვები ხოლმე ვურევ ერთმანეთში და როცა დილით გამოვიყენა ეს კონკრეტული სერუმი, მაკიაჟთან არანაირის არ მომცა ცუდი ეფექტი, ძალიან კომფორტულია მეგობრებო. ზოგადად ანუ დამაქვს ასე 3 წერტილა და შემდეგ ხელით ვიზელავ და აუცილებლად თვალის კანზეც დამაქვს ყველაფერი, ზოგადად რასაც ვიყენებ გარდა აი ფორების ასე ვთქვათ შემავიწროებელი მჟავისგან დამზადებული სერუმებისა. იმ სერუმებს თვალის ირგვლივ არ ვიყენებ, მაგრამ დანარჩენს აი ასეთ ანტი-ეიჯ, დამატენიანებელ, ასე ვთქვათ ვიტამინების, პეპტიდებისგან დამზადებულ საშუალებებს აუცილებლად თვალზეც ვატარებ, აი ჩვეულებრივად აი ასე. რა თქმა უნდა, არ დაგვავიწყდეს კისერი. აუცილებლად კისერზეც და ნუ რა თქმა უნდა ეს დეკოლტეზეც ჩადის ყველა ვარიანტი, ალბათ ახლა არ გავაკეთებ, მაგრამ ნუ ზოგადად ასე იმაშვები ხოლმე დეკოლტე, კისერი არ მოვიწყდება არანაირად.
ეს კრემს დავდო ფოტოსახით, იმიტომ რომ მოვაშორე აქ რაც ჰქონდა თავისი ბრენდის ისა რა ქვია, ძალიან მიყვარს შიშველი შეფუთვები სუნამოებზეც, სახის მოვლაზეც და მოვაშორე, არ ჰქონდა გეგმაში რომ მეჩვენებინო, მაგრამ ეს იმდენად საოცარი სახის კრემი, აი აქედან შემიძლია გიჩვენოთ რა არის. ეს არის Medipilis Derma Beauty Creator პეპტიდების კრემი, პეპტიდებისგან დამზადებული კრემი, ესეც არის anti-age, ძალიან ისეთი მსუყე, ნოყიერი და ესეთი ეს კრემი არის მეგობრებო, რა ვიცი. ამის გარეშე არ წარმოვიდგენია, ეს არის ის კრემი, რომელსაც აუცილებლად დავუბრუნდები, აუცილებლად მექნება ეს კრემი ყოველთვის. ნად დამამშვი და აი ეს რო დამაქვს, გრძნობ როგორ მიმშვიდდება კანი, როგორ ესე ვთქვათ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თქოს აი რა ვიცი, მეძინა სადღაც 80 საათი. საოცრება, მინდა გითხრათ, აი ძალიან მაგარი კრემია მართლა, ვუწევ ფანტასტიკურ რეკომენდაციას, ეს არის პეპტიდებისგან დამზადებული anti-age კრემი, რომელიც აი ჩამომჭკნარ, გამომშრალ, ჩატეხილ, მოტეხილ სახის კანს სიცოცხლეს უბრუნებს, მზინვარებას უბრუნებს. კიდევ ერთი დიდი, ძალიან დიდი სიყვარული გახლავთ აი ეს ბრენდი. ბრენდი უფრო არა, ბრენდის სხვა პროდუქციებიც ვცადე, მაგრამ ყველაფერი არ მომიხდა, მაგრამ ეს საშუალება მასილის. მასილი, მესილი, არ ვიცი როგორ ამბობენ, მაგრამ მასილი დავარკვათ აგერაზე ჩანს. ნომერი 9, ეს ამას ეწოდება აბრეშუმის მალამო, თმის პროტეინის პარფიუმირებული აბრეშუმის მალამო, ასე ქვია და ასეც არის. ამის გარეშე, აი არ ვიცი თუ გამოჩნდება ახლა, მაგრამ რამდენი მაქვს გამოყენებული, მაგრამ ესე იგი, აი აქამდე გამოყენებული მაქვს და შევიძინე სადღაც რამდენი ხნის წინ აღარც მახსოვს, ანუ ძალიან ცოტა ის აქვს გამოყენების ფორმატი ძალიან ისეთია მინიმალურია, არ გჭირდება ბევრი ერთი პომპი, აი ჩემ გრძელ თმაზე მე მაქსიმალურად ყოფნის. აი გიჩვენებთ ხა რამდენი. ეს უკვე ბევრია. აუ, ეს ძალიან ბევრია. ამის ნახევარს ვიყენებ ზოგადად მე, აი ნახევარი არის საკმარისი, მაგრამ რა ვქნათ ახლა და მეგობრებო, ამას ვისაც გამოგიყენებიათ ეს ან დაგიტესტავთ, მიხვდებით ახლა ისეთი არომატი აქვს, რომ ამისის უნამოც მჭირდება. აი არ ვიცი თუ ოდესმე ვწდება ბრენდს ჩემი ხმა ოდესმე რა ვიცი თმაზე რა არომატი აქვს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას აკეთებს ახლა ეს თმას ასე იცავს მაქსიმალურად გამოშრობისგან, აი დავარცხნის დროს ძალიან მარტივად ივარცხნება თმა, მართლა აბრეშუმის ეფექტი აქვს, მზინვარებას მატებს სასწაულს, ასევე იცავს თმას ნოტიო ამინდისგან, გაფხიკინებისგან გაგა და ასე შემდეგ. და ნუ რა თქმა უნდა ეს არის ამას არ ჭირდება ჩამობანა და ჩამორეცხვა, ეს უბრალოდ თმასთან ერთად შრება და არომატი რჩება სადღაც 6 საათი. 6 საათის განმავლობაში დაახლოებით რჩება თმას ამისი არომატი, ნუ პარფიუმის სახის, მაგრამ ეს პარფიუმი არანაირად არ ახდენს თმაზე არანაირ ნეგატიურ გავლენას, შემადგენლობა და ეს კომპონენტები აი ამ თმის საშუალების არის არაჩვეულებრივი და თმას, ესე იგი, ფაქტიურად ხდის მეგობრებო ძალიან ნაზს და ძალიან ისეც. აი აბრეშუმიო და ნახეთ. უცებ როგორი ეფექტი მომცა თმაზე, არ დამივარცხნე, არაფერი გეხედავთ, უბრალოდ დავიტანე სრულ თმაზე თან, ბოლომდე რომ არ მაქვს გამომშრალი, ჩამოჭურჭურებული მაქვს ბოლოებში წყალი, ასეთი სახე, ნუ ზოგადად მშრალ თმაზეც გამისინჯავს, მაგრამ მშრალზე მეტად აი ასეთ ახლა დაბანილ ნოტიო თმაზე დატანებულს უფრო უკეთესი ეფექტი აქვს და ნახეთ, აი უცებ აქვს ისეთი ეფექტი, აი დასწორების და ეს ეფექტი რჩება თავისთავად, ნუ რა თქმა უნდა, ხა მე თუ არ დავიხუებ თმას, ან არ დავიფწნავ, ან რაღაცას არ გავაკეთებ და ასე დავტოვებ თმას, ნუ თმას ექნება დასწორებულის ეფექტი, შეიცავს თმის პროტეინს და მართლა არის აი ზუსტად როგორც ეწოდება აბრეშუმის, ის არის თმის მალამოა ფაქტიურად დაბანის შემდგომი. მაქვს ასევე სხვა კორეული საშუალებაც დაბანის შემდგომ გამოსაყენებელი, მაგრამ ის უფრო არის აი როცა იყენებთ თმის ხელსაწყოებს. ეს არის ჩემი
ღამის რუტინა, კანის და ზოგადად თმის მოვლის, სახის კანის უფრო, ვიდრე ტანის, ტანსაც რა თქმა უნდა ვუვლით, მაგრამ ეხლა ამ ვიდეოში ამ ყველაფერს არ იმას ვიზამ. ეს არ არის ყველა ის პროდუქცია, რასაც მე ვიყენებ, როგორც აღნიშნე, მე მაქვს სხვა პროდუქციები, რომლებსაც ვანაცვლებ, დღეს ერთი, ხვალ მეორე, მაგრამ ზოგადად ბევრს ერთად არ ვიყენებ, აი მაგალითად დღეს თუ ბიფიდის სერუმი გამოვიყენე, ხვალ ფორების შემავიწურებელ სერუმს გამოვიყენებ, მაგრამ კრემი მაქვს ღამის მხოლოდ ეს, რაც გიჩვენეთ და დღის კრემი სხვა მაქვს, ალბათ თუ დაგაინტერესებთ, დღის დილის რუტინასაც შემოგთავაზებთ, თუ რას ვიყენებ დილით და ნახეთ თმას რა ვქნა. აი შეხედეთ რა უცებ დამივარცხნა, დამინააზია და გამისიცოცხლა თმები. არაფერი არ მიქნია, უბრალოდ დავიტანეთ მასე. მოკლედ მეგობრებო, დავიწერეთ. თუ რას იყენებთ, თუ გამოგიყენები, თუ გიცდიათ კორეული პროდუქცია დღემდე, სადაური პროდუქცია გიხდებათ ზოგადად, რას იყენებთ და ასე შემდეგ. და ისიც დამიწერეთ, თუ გაინტერესებთ დღის, ანუ დღის რუტინაც, დილის რუტინაც, აუცილებლად შემოგთავაზებთ მეორე ვერსიას, უკვე დილის დღის საშუალებრივ, სადაც მზისდამცავიც იქნება და სხვა დანარჩენი საშუალებებიც, ნიღბებიც აღნიშნულ სახის ნიღაბსაც ვიყენებ სხვადასხვა სახის, დღეს გიჩვენეთ კრემოვანი, მაგრამ მაქვს ასევე ნაჭრების, მაქვს ასევე სერუმის სახის, ღამის ძილის წინ დასატანი და გამოსაყენებელი სახის ნიღბები და ასე შემდეგ, მოკლედ. იმედი მაქვს საინტერესო იყო, არ გემშვიდობებით, გისურვებთ ფანტასტიკურ მშვიდობიან ლამას და ძალიან ისეთ სიყვარულით სავსე ღამეს და ძალიან მალე დაგებრუნდებით.